დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტით უკრაინას სტუმრა გაიმართა შეხვედრა დონეცკის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრმა ზაპოროჟიეს ქართული ეროვნული სტუდიის წევრებს მუსიკალური ინსტრუმენტები, ქალაქ ხარკოვის ეროვნულ კულტურულ საზოგადოებასთან არსებულ ფეხბურთის გუნდს, სპორტული ტანსაცმელები, ხოლო საკვირაო სკოლას წიგნები და საბავშვო ლიტერატურა გადასცა. ვიზიტის ფარგლებში კოტე სურგულაძე დონეცკის ქალაქის ხელმძღვანელობასაც შეხვდება. Ну, а теперь о нашем вечере. Так как вечер чичеватой партии. Ведь да. ძალიან ბევრი კარგი წარმატებული საამაყო ქართველი დღეს აქ შევხვდი. მქონდა მათთან საუბარი, ასევე კიდევ მექნება შეხვედრები და იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან დიდ მონაწილეობას მიიღებენ თავიანთი ქვეყნის აღშენებლობაში. ხშირად ჩამოვლენ გვეწევიან, არ გაწყვეტენ კავშირს თავის ახლობლებთან, თავის ქვეყანასთან. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, თუ რაოდენ დიდი კავშირი არის სახელმწიფოსა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრებს ჩვენს ქართველებს შორის. თეოდორის საღამოც ეს არის პატარა ზეები, ლოკალური ზეები, თუმცა ძალიან დიდი ზეები ქართველებისათვის, რომლებსაც ჩვენ აქ შევქმნით ქართული კულტურის ცენტრი მზიური და დღეს სწორედ მზიური ზეები მოსთავს პრეზენტაციას. მე დიდად მაკოფილობა რომ არის ჩვენთან ეს დიასპორა ქართველების სნობ თავს ის როგორც საქართველოს ეს დიდ რამეს ნიშნავს ჩვენ კარგი მეგობრობა მხანაგობა გვაქვს ხშირად ვიკრებებით ხოლმე